გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. ალბათ გაგიკვირდათ ჩავერთვე ასეთ ღამეში რა. აი ისეთ თქმა მინდა იცით, აი მაინც წარმატება ქვეყნის და საერთოდ ზოგადად ეკონომიური წინსვლა რაზეა დამოკიდებული და გინდა არ გინდა ფიქრობ ამაზე, ხო? ეხლა ჩვენ საქართველოში მიმდინარე პროცესები და დღე და ღამე იმას ფიქრობთ, რომ საქართველო ეკონომიურად წინ იყოს და წარმატებული ქვეყანა იყოს და ყველას კონდეს ხელფასი, შემოსავალი, პროშვიდი მდგომარეობა და ასე შემდეგ. რატო დავიწყე ახლა ასე საუბარი? უყურე, წარმოგიდგენთ, ახლა კალიფორნიიდან მოდივარ. ღამის 3 საათია. უყურე, რომელი საათია? 4, ესე იგი 4 უკლია 10 წუთი. ჩამოვედი, მივიც მეთქი ღამე, ვივლი მეთქი და 80-იან გზაზე ვარ და 80-იან გზარი შედის ასეთი რინოა ქალაქი, ნევადის ქალაქია, ერთ-ერთი ჩრდილოეთი ნაწილია, მეშახტეთა და წარმოებათა ქალაქია. და ელოდები, რომ ჩვეულებრივად ღამე გაევლი და მოხვედი და ტრაფიკი, ანუ სასუფში. და არ გეგონოთ, რომ ეს არის ავარია მოხდა რაღაც ამის და მაგვარი. არაფერი, ჩვეულებრივად ხალხი მიდის სამსახურში 4 უკლია 10 წუთი. ახლა რენო ხო არის ეს კაზინოებიდან ეს გავიარე და წამოვიდეთ ესენი მიდიან ყველა სამსახურში. ასეთ სიტუაცია ჩვენ ადრეც აგვაქვს გადაღებული ლას-ვეგასში, მერე ომაჰაში, ნებრასკის იმაში, ადმინისტრაციულ ცენტრში, კანზას-სიტიში. ისი თქმები და ხალხი მიდის სამსახურში, აი ესე დილა ადრიან. ესე იგი, ესენი ეს ხალხი ხომ მიდის აწარმოში ან რაღაც საწყობში ან რაღაც ეს არის მოთხოვნა. და აი ეს არის აწყობილი. ახლა მე პირადად ასეთ შემთხვევას 91 წელს შევესწარი იმაში. დანიაში ვიყავ, ახლა დანიაც ხო საქართველოსნაირი ქვეყანა, პატარა ქვეყანა, 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იქ დავესწარი ასეთ მომენტს შევესწარი უბრალოდ დილის 7 საათზე მიდიან ბავშვები სკოლაში. 12-ზე პიბეზე 11-ზე უკვე თავისუფლები არიან, მე მიხედავენ თავიანთ საქმე და უკვე 5-ისთვის, 6-ისთვის უკვე მიდიან სახლში, თქვა ისვენებენ, იძინებენ და ემზადებიან მეორე დღისთვის. და დანიიდან რო ჩამოვედი თბილისში, მაგ შევეჩვი იქ დილით მუშაობას. სამსახურში მოდიან 10-ზე, 11-ზე, 12-ზე გადავირიე კინახა. მაშინ ის მინდოდა ბიზნესის წამოწყება მინდოდა რაღაც ფული ჩამოვიტანე, რაღაც როგორც მახსოვს და ხო იცი რა შემართული რო ხარ დილიდან, გინდა რომ დაიწყო რაღაც გაკეთება და სად არის სამსახურში ვინ მოდის 12-11-ზე, ნუ მე ვიძახე სახელმწიფო სამსახურებში რომ რაღაცა ხელი მოვაწერო, რაღაცა მაგის და მაგვარი და აი როგორ მახსოვს და აი დღემდეც ახლა დანიაში მე როდის ვიყავ 30 წლის წინ პერიოდს ვიხსენებ და კაპიტალისტური სისტემის არ ვიცი ახლა ცუდია თუ კარგია თუ ისეთია თუ ასეთია დილის 4 საათზე ხალხი მიდის სამსახურში. ეს ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ცოტა ხანში ახლა აქ რომ მე დილით გამომევლო დილის 7 საათზე, 8 საათზე, 9 საათზე, ამას ჩავიქროლებდი არამატკის და აქ რენო გავიარეთ ეს ქალაქი და აქეთკენ არის ბევრი საწარმოები და ბევრი რაღაც სამუშაო ადგილი. ასეთი მუშაობის სტილი ჩემ კომპანიაშიც დავნერგე მე და ძალიან ბევრი შემეწინააღმდეგა. ნუ რას გულისხმობ? ეხლა მე დილით გები ხოლმე და ჩემთან რუსთავეზე რო მიდიო, ოფისში კაციშვილი არ არის დილიდან 9 საათზე გამოდიან 10-ზე, 11-ზე, მე უკვე ოფისში 9 საათზე ვარ. და ზოგჯერ შეხვედრა რო უნდა თქონმე ჩემი, ვიბარებ ხოლმე დილი და რამდენს უთქავს რომ არე ბიჭო ხაშია ორ არისო და არ ვიცი, მეც ამ მეთოდით ჩემთან შეხვედრა რო უნდა თქონმე ბიზნესზე, მე 9-ზე, 10-ზე, 11-ზე შეხვედრებს ვაწარმოებ და მე უკვე მივდივარ ჩემ საქმეებზე და ასე შემდეგ.
ანდაზაცხვარი ადრე ამდგარ უდღესაო ვერ დაეწევა ვერავინო და მე მაგრამ მომწონს ასეთი სტილი. ეხლა ეს ჩემი პირადი ფიქრია, თორე დილიდანვე რომ მოიშორებ ამ საქმეებზე, იმებს მე მიხედე შესაძლებელი. მაგრამ ნუ ამდენი წელი გავიდა, ხო ეს დანის ამბავი გავიქცენე და სამწუხაროდ საქართველოში მოდი ისევ და ისევ ასეთი მდგომარეობა. ეხლა მე მას ვერ ვიძახი კერძო სტრუქტურებში და ამეებში. თუმცა კერძო სტრუქტურებში აი რომ მიდიხარ ხოლმე შეკვეთა რო გინდა სახელოსნოში მიყვიდე, ან იმის უნდა მიყვიდე 10-ზე, 11-ზე, 12-ზე. აი გამახსენდა ეს ამბები, ჩემი ამბები და ეხლა საცობში მივდივარ. გავწდებით ამ ადგილს და იმენე ვუყებ გავაგზავნებ ჩვენ გზას. გაიწრიტა ესე დანაწილდებია და ეს მუშაკები და მივლენ თავიანთ სამუშაო ადგილას. ეხლა ზოგი მეტყვის, ეხლა ეს ქარხნები და ეს რა არის კონკურენციის პირობებიდან გამომდინე, იმიტომ ასეთ სიტუაციაა და ჩვენ ქარხნები და საწარმოები უნდა აშენდეს. მაგრამ საწარმოები ახლა შეიძლება დიდი საწარმოებები არ არის საქართველოში, მაგრამ ხო მუშაობს ხალხი არა. აი გინდა ორხევში წადი, გინდა დანის მიმართულებით შმალერი, ის პატარა საანქროები, ის. რა ვიცი, ეს ჩემი თქვათ ეხლა მესვეურები, ვინც სახელმწიფოს მართავენ, ასე რაღაცაზე უნდა იფიქრონ. რომ ასე დაქოქონ, რომ ეკონომიკა დაძრან და იმაჩნია რომ დილიდან მუშაობა. ეხლა ჩვენ და როგორ არის ხოლმე ეხლა ხელოსნებთან რომ აქ ხოლმე საქმე, ცუდი ხელოსნები ნამდვილად არ აქვს, ასე ვქნა, აი მუშახე, აი ჩემთან ეხლა რაღაც საქმეებს რომ ვაკეთებ ხოლმე, ბოლო მომენტებში ისეთი ადამიანები მოდიან გადავირიე, აი დილიდან საღამომდე მუშაობენ, დილიდან საღამომდე, კი არ ვიცახი 4-მდე, 5-მდე, არა მე 7, 8, 10 საათამდე. ესე აი გადამეტებულია, ამეტანია, რაღაცა ასე არის. ცოტა უკვე აზრი ამერია და. ნუ ერთ სიტყვით ეს ჩვენება მინდოდა პატარა ვიდეოა. ეხლა მე ღამეში რა გადაგიყოთ, უკვე დავიძარი და მეც უკვე წავა და მივხედავ ჩემს საქმეს. ეთი სული უსულო ჩვენ ქვეყანას რომ ასნაირად დაუძრათ ეს ეკონომიური და ეს პრობლემები არა და ახალ საქართველოს გარეთ არის. ეხლა მე ხო არ ხედავ ამას ხედავენ რამდენი წამოსულები ემიგრანტები, შრომით ემიგრანტებს არ ვიძახი, შრომით გასტერბაიდერები ხედავენ ამას და ირობრუნდებიან საქართველოში, pravda 30 წელი გავიდა, მაგრამ მაინც იმ ძველი სტილით ის აიარა თუ ხარჯვით არის ჩვენი ქვეყანა მაინც დაკავებული. რა ვიცი, შეიძლება მე ვწდები, შეიძლება არასწორს ვიძახი, მაგრამ უბრალოდ იმიტომ თქვი, რომ აი ამ კონკურენციაში და ამ წუწუნში და ამ უკმაყოფილებაში რო ვართ, რაღაცა თუ და გამოვასწოროთ. თუნდაც შეიძლება ჩვენ თვითონ არა, მაგრამ აი სხვაგან როგორ ხდება ის მაინც გადმოვიტანოთ. მეგობრებო, დილის 5-ის ნახევარია, ხალხი მიდის სამსახურში. რა ვიცი, აი ამ სიტყვით ჩემი სათქმელი თქვი, გამგები გაიგებს, არ გამგები არ გაიგებს, თუ ვერ გაიგებს, იმედია დაფიქრდება და ფიქრი შედეგზე გაიყვანს. ფიქრი ძალიან მაგარი რაღაცა, თუ რაღაცის გაკეთება გინდა, მათამდე უნდა იფიქრო და მე უკვე იფიქრო და ალაგებ შედეგზეც რომ დაიწყებ მე მოქმედება შედეგსაც მივიღეთ. კარგი, აბა გემშვიდობებით. ცოტა უცნაური ვიდეოა, მაგრამ მე ჩემ აზრებს გიზიარებთ და
მოუფიქრებლად ნალაგების გარშე გაჩვენეთის რაც ხდება წამყვან ქვეყნებში, ძლიერ ქვეყნებში და არა მარტო ამერიკაში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენ ხო გვინდა წინ წასვლა, რომ გავიძახეთ ევროპული ქვეყანა, გვინდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა. ეს ისე უნდა რა, შრომის გარეშე და წყალების გარეშე, მაგრამ არ ხდება სხვანაირად. არ დახარჯავ ენერგიას, არ დაიხარჯები, შედეგს ვერ მიიღებ. კარგით, მეგობრებო, ყველას გისურვებთ ბედნიერება, სიხარულს და კარგ დღეს. და კარგად.